მოგესალმებით. დღეს საუბარი გვექნება ქართველ მწერალთა ბიობიბლიოგრაფიების შესახებ და იმ ფუნდამენტური კვლევების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს აი ამ ტიპის წიგნების მომზადებას. უკანასკნელ წლებში ზოგადად ბიოგრაფიული კვლევები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს და ფუნდამენტური კვლევების ეს მიმართულება ნელ-ნელა ყალიბდება მეცნიერების დამოუკიდებელ დარგად. საქართველოში ტერმინი ბიობიბლიოგრაფია არასწორად იყო ხოლმე გამოყენებული. არსებობს რამდენიმე წიგნი ამ სათაურით, რომელშიც რეალურად მოთავსებულია არა ბიობიბლიოგრაფია, არამედ ბიბლიოგრაფია ჩვეულებრივი. ანუ მათში არის ინფორმაცია მხოლოდ ნაშრომების, თხზულებების, მათი პუბლიკაციების შესახებ და არაფერია მათი ცხოვრებისეული ფაქტების შესახებ. ზოგადად ბიობიბლიოგრაფია უნდა მოიცავდეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ არსებულ ყველა დადასტურებულ ინფორმაციას, დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას. იმის გამო, რომ ტერმინი ბიობიბლიოგრაფია არასწორად დაიკავა ბიბლიოგრაფიებმა, იმ წიგნებს, რომლებსაც რეალურად ბიობიბლიოგრაფია უნდა რქმეოდა, საქართველოში ეწოდებოდა ხოლმე ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. ვისაც ქართულ ლიტერატურაზე უმუშავია, აუცილებლად ექნება ნანახი და გამოყენებულიც ალბათ მაგალითად ილია გორგაძისა და ნოდარ გულგენიძის მიერ მომზადებული ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეები, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის. ეს წიგნები უდიდეს ინფორმაციას მოიცავდა ამ ავტორების შესახებ და ამიტომ კვლევრისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მათი გამოყენება და ძალიან მოსახერხებელი. 2013 წელს, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ მატიანეებზე მუშაობის დაწყება, მივხვდით ერთ რამეს, რომ აი ამ მატიანეებში თავმოყრილი იყო ხოლმე მხოლოდ მზა ინფორმაცია, რომელიც მზასახით არსებობდა ამა თუ იმ სხვა გამოცემაში. ანუ ამ მატიანეებს საფუძვლად არ ედო ხოლმე საგანგებო ფუნდამენტური კვლევები. ჩვენ მივხვდით, რომ აი ამისთვის ზუსტად აი ამ მატიანის მომზადების პროცესის ინტეგრირება საჭირო იყო ტექსტოლოგიურ კვლევებთან და რატომ? ბიოგრაფიული კვლევებიც, ასევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ისტორიული კვლევები, ისტორიულ ტექსტურ დოკუმენტებს ეყრდნობა. და თუ ამ ტექსტურ დოკუმენტებში თავად არის რაღაცები გასარკვევი, მაგალითად მათი თარიღი, მაგალითად ადრესატი, ავტორი, ბუნებრივია, რომ აქედან ინფორმაცია მატიანეში მზამზარეული სახით ვერ ამოვიდოდა და ამ მატიანეებს ვერ გაამდიდრებდა ეს ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვემუშავებია წყაროები და ნებისმიერ წყაროში ის ტექსტი, ის ინფორმაცია, რომელიც რაღაცის ტექსტოლოგიურ დაზუსტებას გარკვევას საჭიროებდა, ჯერ გვეკვლია და შემდეგ შეგვეტანა მატიანეში. სწორედ ამის წყალობით, მაგალითად, პირველივე მატიანე, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, მოცულობით 3 ჯერ დიდი გამოვიდა ამ წინა მატიანეზე და ის იყო ბევრად უფრო აკადემიური, იმიტომ რომ ახლდა აკადემიური აპარატი, რომელშიც იყო მითითება ყველა წყაროზე, ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რას ვეყრდნობოდით დათარიღების დროს, პირთა იდენტიფიცირების დროს და ასე შემდეგ. აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატიანესთვის არის დათარიღება, იმიტომ რომ მასალა ამ წიგნში ლაგდება ქრონოლოგიური პრინციპით და თუ რაღაც ფაქტის დათარიღება ვერ მოხერხდა, ის მატიანეში ბუნებრივია ადგილს ვერ დაიკავებს. ასეთი პრინციპით მოვამზადეთ ჩვენ ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეები. და ამჟამად მუშაობთ გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეზე, ანუ ბიობიბლიოგრაფიაზე, როგორც ზემოთ აღნიშნეთ. მატიანის შედგენის პროცესი ძალიან შრომატევადია, ამიტომ ძალიან სასურველია, რომ მანამდე არსებობდეს რაღაცა საყრდენი მაინც, რომელსაც მატიანის მომზადებელი გამოიყენებს მატიანის შექმნის პროცესში. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ მზა ინფორმაციის ამოღება სხვადასხვა წყაროებიდან, არამედ მათი კვლევაც
და იმ ნიუანსების დაზუსტება, რომელთა გარკვევის გარეშეც ისინი მატიანეში თავის ადგილს ვერ დაიკავებს. ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში ჩვენი ძირითადი დასაყრდენი იყო წინა მატიანე, ილია გორგაძისა და ნოდარ გურგენიძის მიერ მომზადებული. გრიგოლ ორბელიანის შემთხვევაში ჩვენი დასაყრდენი იყო გრიგოლ ორბელიანის თხზულება, ეს ეპისტოლური მემკვიდრეობის რამდენიმე ტომი, რომელიც ამ პერიოდისთვის უკვე გამოცემული იყო და რომელშიც უკვე დათარიღებული იყო ამ წერლის არაერთი ათობით და შეიძლება 100-ზე მეტიც კი პირადი წერილი. ასევე გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის მომზადებისას ჩვენ ვეყრდნობოდით მარინე რჩეულიშვილის მიერ მომზადებულ 6 ტომეულს, რომელიც ამომწურავად ასახავდა მწერლის შემოქმედებას და ჰქონდა არაჩვეულებრივი კომენტარები, რომლებიც სხვა ნიუანსების გარკვევაში ძალიან გვეხმარებოდა. რაც შეეხება გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეს, ჩვენს დასაყრდენს ამ შემთხვევაში წარმოადგენს იოსებ ლორთქიფანიძის მიერ მომზადებული მატიანე, ასევე მამუკა შელეგიას მიერ ახლახანს მომზადებული მატიანის პირველი ნაწილი, მწერლის თხზულებათა 15 ტომეულის აკადემიური გამოცემის უკვე გამოცემული 5 ტომი და ასევე საარქივო გამოცემის 25 ტომეული. აი ეს ამ მასალაზე დაყრდნობით ჩვენ ვმუშაობთ მატიანის მომზადებაზე, ხდება ნებისმიერი ინფორმაციის ხელახლა გადამოწმება, შეჯერება, საერთოდ, როდესაც მასალა ლაგდება ქრონოლოგიურ რიგზე, ეს თითქოს ლაკმუსის ქაღალდია, თუ რაიმე შეუსაბამობა არის, თუ რაიმე უზუსტობა არის მატიანის რომელიღაც ანოტაციაში, უცებ ხდება ხოლმე გარკვეული. რაღაც შეუსაბამობა ხდება შესამჩნევი რამდენიმე ანოტაციის შორის და ამას ყოველთვის მოყვება ის, რომ ჩვენ ხელახლა ამოწმებთ თითოეულ ფაქტს, ვცდილობთ რაღაც დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, რომელიც ხელს შეგვიწყობს აი ამ უზუსტობის გარკვევაში და იმის დადგენაში, თუ აი ამ ანოტაციებიდან რომლის ინფორმაცია შეიძლება დავაყენოთ ეჭვის ქვეშ. იმის წყალობით, რომ მატიანეების შედგენის პროცესი დაუკავშირდა ტექსტოლოგიურ კვლევებს, თითოეულ გარდა იმისა, რომ მზადდება ხოლმე ამა თუ იმ წერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, ამის პარალელურად ცალკე კრებულად გამოიცემა ხოლმე ტექსტოლოგიური კვლევები, რომლებიც ამ მატიანის მომზადებას უდევს საფუძვლად და აი ამ ტექსტოლოგიურ კვლევებში აისახება ზუსტად რის საფუძველზე მოხდა ამ მატიანეების გამდიდრება და მათი აკადემიურ საფუძველზე მომზადება. აი მაგალითად ილია ჭავჭავაძის მატიანის შემთხვევაში მოხდა 176 მხოლოდ პირადი წერილის დათარიღება ამ მატიანისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წერილის დათარიღებაც კი უამრავ ფაქტს ათარიღებს თავისთავად კიდევ და ეს ყველა ფაქტი თავის ადგილს იკავებს მატიანეში. გრიგოლ ორბელიანის შემთხვევაში ეს წერილები უკვე გამოცემული იყო, მაგრამ ის ფაქტები, რომლებიც ამ წერილებში აღწერილი, არც ერთ ადრინდელ ბიოგრაფიაში ბუნებრივი არ იყო ასე აღწერილი და შეტანილი და ამდენად გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეც უსაზღვროდ გაიზარდა ამ ახალი ინფორმაციით. ასევე საინტერესო იყო ძალიან გურამ რჩეულიშვილის შემთხვევაში, იმიტომ რომ მის შესახებ უამრავი მოგონება არსებობს და ბუნებრივია აი ამ მოგონებების შეტანითაც მატიანეში ძალიან გამდიდრდა მწერლის ბიოგრაფია, ბიობიბლიოგრაფია, როგორც ჩვენ ზემოთ ვახსენეთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.